ლაშაშლის სართანიას მანქანას და კალანდია დედა მანქანას. მოგესალმებით, მე ლაშა ღვალაძე ვარ. მოკლედ დღეს გაჩვენებთ საქართველოში, ამიერკავკასიაში და რავი, მე მგონი მსოფლიოში ერთადერთ ხულიგანკას E30 დიზელს, დრიფტ კარს, ოღონდ გამზადებულს პროკლასისთვის. ამ შემთხვევაში ამანქანას დუგი აკლია ჯერჯერობით, მაგრამ ეგაც მალე იქნება სხვა დანარჩენი დეტალები, ყველაფერი არის გამზადებული პროკლასისთვის. ესეთი მანქანა მე პირადად სხვა არ მეგულებოდა, რავი, თქვენ თუ გეგულებათ, სადმე გვაჩვენეთ. მოკლედ დღეს ვიარე ამ მანქანით მე პირველად. ამანქანის აწყობის იდეა, რა თქმა უნდა, პატრონს ეკუთვნოდა, მაგრამ მე მოკლედ რაც შემეძლო ყველანაირად სტიმული მივეცი რა უფრო ტვინი გაუბურღე, იმიტომ რომ ამის წინ გემახსოვრებად კომპაქტი ყავდა. კომპაქტს დასანახად ვერ ვიტან. ხო და ეს კიდე ცალკე იყენა კუზავით მოკლედ და მინდოდა რომ ეს აეწყო და ტვინი უბურღე მოკლედ და გადმოვიდა ამ მანქანაზე და საერთოდ სხვა სამყაროა მოკლედ ეს მანქანა. ძალიან ბევრი მანქანით ვარ ნასიარულებ დრიფტზე და დღეს ამით რო გავიარე, მოკლედ საერთოდ სხვა ადამიანია მოკლედ, აი არ წერია მოკლედ არაფერში რა, თავისი მართვა ჭირდება და ძალიან განსხვავებულია რა. ეს მანქანა აიწყო სრულიად ნულიდან. მოვიდე ინგა გრიგოლია. ანუ იყო ცარელა ჩონჩხი, ჩონჩხიც არ იყო ჯერ დაიშალა ჩონჩხამდე და მე დაიზბორა თავიდან ბოლომდე და ერთი აწყობით ესე ვთქვათ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა გაკეთებული მოკლედ რა, ამ მდგომარეობამდე რომ მისულიყო. ეხა ამის ძრავზე მე რაც არ უნდა გელაპარაკოთ, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აზრზე არა ვარ. მაინც ვერ გავერკვია ამ დიზელში ვაფშე რა ხდება რა. ხო და პატრონი თუ მოვა და გვეტყვის რა ხდება ვაფშე და რა მოტორი დევს და რატო დევს და რა გაკეთებული, კაი იქნება. მოდი და გითხარი, გააგებინე ხალხს. ძრავში რა ხდება, ცეპლინიაზე რა ხდება, კაროკაზე რა ხდება, სავალ ნაწილში და საერთოდ რატო აწყე? მოგესალმებით, სამუშაო. და როგორი? მოკლედ, რავი, ძრავი არაფერი განსაკუთრებული. მომეც მე დავიჭერ ამას. ძრავი არაფერი განსაკუთრებული. M57 არის, D2 ეგრეთ წოდებული ძრავი. ქარხნულად 218 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაგრამ, ну, რა თქმა უნდა, გარედან, ასე ვთქვათ, ხელი არის შევლებული. ზამბარები მაქვს შეცვლილი თვითონ ძრავზე. პროგრამა არის გაკეთებული, არ არის საქართველოში გაკეთებული პროგრამა. ტურბო 2260 არის, ქარხნული და ნუ ისეთი არაფერი რა. ბევრი არაფერი არა მოხერა. ფიქრობ რომ სადღაც საბურავზე 300-350 ცხენი ამ ეტაპისთვის არის, მაგრამ დაინოზე როცა მყავდა, მაშინ პრობლემები ჰქონდა ავტომობილს, ნახავდით ჩემ პოსტსაც, როდესაც 6 წალი ინჟექტორი გამიფუჭდა, ამიტომ არ ვიცი ეხა რა ხდება. დანარჩენი ძალიან მეწოდება თვითონ ძარა და იმედი მაქვს რომ მალე დავდუგავ, იმიტომ რომ ნასკარი მიყენია გადამულობა. სადღაც 800-900 ნიუტონი აქვს ავტომობილს და ცეპლენიას კონუს ასე ვთქვათ, როდესაც ვხმარავთ, უკან კარების ზაზორი იზრდება და შემდეგ პატარავდება. ამიტომ იმედი მაქვს რომ მალე მაგასაც მოვაბამ თავს. ხო, ჩვენი ასევე რა პატარა რეკლამასაც ჩავუხსნით. GMS Turbo გვიდგას გვერდში, გვეხმარება ფინანსურად, ასე ვთქვათ. ჩვენთან აიწყო EAC სერვისში, ასევე დიდ მადლობას მოუხდი გიორგი ტაბიძეს მოხუვის კუთხის გაკეთებისთვის, ჯაბას ოროზანიშვილს კულერის და მთელი სისტემის აწყობისთვის. დიდი მადლობა რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი და მოკლედ ესე მეგობრულ წრეში არის ეს ავტომობილი გაკეთებული და რავი დანარჩენს კი ხედავთ ვიდეოებიდანაც და იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა კიდევ და კიდევ დავხვეწავთ ავტომობილს. მადლობა. დანარჩენ თქვენ გაგრძელებთ. მოკლედ რაც გამორჩა, მე მგონი ისეთი არაფერი არ გამორჩენია, მაგრამ უკანასავალი ნაწილი ბალკა აყენია E34-ის, ხიდი აყენია E39-ის. ხო და დიდი ხიდი აყენია, იმიტომ რომ სხვა ვერ გაუძლო. ჯერჯერობით ცეპლინიდან გამომდინარე ხოძია და უძლებს, მაგრამ როგორც წეღან სართანიამ თქვა, მოკლედ ეს კარების ზაზური იზრდება და პატარავდება. დღეს რო ვიარე, შიგნით რო ზიხარ, აი ცეპლინას რო გამოვარტყავ, ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს უკანა მხარე, აი ეს დაახლოებით ეს მაინც მოძრაობს რა. შიგნით ყოველში ესე იგრძნობა და მოკლედ გასადუგი არის ყველა ვარიანტში. სხვა ისეთი განსაკუთრებული ამანქანაზე არაფერი არ არის გაკეთებული, გარდა იმისა, რომ საერთოდ სხვა მანქანა და საერთოდ განსხვავებულია რა. ხო, კიდე ეხლა დაგათვალე, წეღან ამას რაღაცები
გამორჩა იქიდან გამომდინარე რომ მარტო კულერი უყენია იმხელა დრიფტზე რო არ გაცხელდეს რომ რავი წყლის რადიატორი ამხელა რო კონტენერ რავი შეიძლება აღარ დაჭიდეს სხვა მაგარას არაფერი წინა შტოკი ჩამოსხმულია წინაკრილოები ჩამოსხმულია კაპოტი რა თქმა უნდა ჩამოსხმულია უკანა მხარე როგორც გითხარით თრიან ჩამოსხმულია ერთ-ერთი კარებები გვაქვს ყალებში მთელი მაგრამ ეგენის დაჭრილია ანუ ჩამოსხმულები არ არის ჯერჯერობით ვერ ჩამოვასწრით იმიტომ რომ მანქანა გადაგული უნდა იყოს რო გაიდუგებ ეგენს რა თქმა უნდა ჩამოისხმება წონა არ ვიცით რამდენია მაგრამ საკმაოდ ზვუქია რა ჩემი გამოსახედიდან და ვფიქრობ რომ წონა არის კიდე დასაბალანსებელი ეხლა მთავარი თემა რატომ დიზელი ვისაც ეგ კითხვა გაიჩნდებათ პირველი იმიტომ რომ ეს ბიჭები ვინც ეს მანქანა აწყობს და ვისაც არის დიზელებზე მუშაობენ აკეთებენ სვაპებს აწყობენ ისეთ მანქანებს მოკლედ ბევრს არ დაისიზმრება რა ცდები ჩაატარეს ძალიან ბევრი ქონდათ მუღამი რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ და ძალიან დიდი სურვილი რა და რაც თავარია გამოვიდა და იმეს რამე თუ დაგჭირდათ ავჭალაში მობრძანდებით დიზელს რაც შეეხება ნოლიდან გაგიკეთებენ, გაგატანენ და ეს მანქანა კიდე არის ამ ბიჭების სერვისის სახე რა. იმიტომ რომ ესეთი მანქანა მე პირადად ამას ვერ ავაწყობდი. ძალიან რომ მომენდობინა მაინც, იმიტომ რომ ეს ამოს დიზელი მყავდა ესეთი. ჩემ თქოში რაღაცები ვეჩალიჩე. ხო და ბოლოს $1500 ჩავაბარე დაშლილებში. იმიტომ რომ კალორიები გამძროა რა. ხო და მე დიზელებისგან შორს მივხვდი იმისა რომ ძალიან მომეწონა დღეს რო ვიარე, მაგრამ მოკლედ ადამიანმა რაღაცები რო აკეთო, შეიძლება ის რაღაც საქმე და მივხვდი რომ ვერ გაუგო რა, ალღო ვერ აუღო და მithumetes ეს ისეთი რთული საქმეა და ამ შედეგამდე იმდენი ხანიდან იმდენი წვალება დაჭირდა რომ მე არც მაგის შესაძლებლობა მექნებოდა და არც მაგის ცოდნა რა. დანარჩენს დაველოდოთ რა იქნება, როგორ იქნება, ეს მანქანა კიგოძრის დადის და კიდე ივლის და დარწმუნებულია ძალიან მალე უკვე პროკლაშიც გამოჩნდება რა და თუ გაინტერესებთ კიდე რაღაც პროექტები ერთ მანქანას ახლა გაჩვენებთ თუ გამოჩნდება აქ აყენია სართა ჟიგულია ხო აქ აყენია ფურგონი ჟიგული მოკლედ რა იმ მანქანაზე რავი რეები აღაქრეს გააკომპრესორეს გამოაკომპრესორეს დაშალეს და კოუშიდებს და მოკლედ რა ხო და ეხა ვეუბნები რომ რამე ჩავდოთ და კიგზე ვატარავთ მეთქი რა და იმედია იზავს და ჯიგულის პროექტებისაც გაინტერესებთ თქვენს დააკომენტარეთ და ეხა შევეცდები რომ გაჩვენოთ მიუხედავად იმისა რომ უკვე ბნელა რუსულია მაგრამ რატო არა რა სვერზე რო გავდივართ ხოლმე განსხვავებით კაი გასართობია გამოიწერეთ არხი გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რამე გაინტერესებთ დეტალურად რა დროებით რა შევხვდებით იმედი მაქვს შეჯიბრებზე რა ამ მანქანით განსაკუთრებით და ჩემ მანქანებს რაც შეეხება კიდე რავი თქვენს ჩემთან ერთად გაიგებთ რა იქნება და როგორ იქნება ასე რომ დროებით